მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა, როგორ განვითარდება სცენარი უახლოეს პერიოდში თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გაქვთ ურთიერთობაში, შეყვარებულია მეორე ნახევარია, მეუღლეა თუ ასე შემდეგ, ჩაიფიქრეთ. არ აქვს მნიშვნელობა ქალები მიყურებთ თუ მამაკაცები, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოვაჩენ თქვენთვის. მაშ ასე დავიწყოთ. როგორ განვითარდება სცენარი თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანთან უახლოეს პერიოდში, მაშ ასე ვნახოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? რა ენერგიებშია? დავიწყოთ. საკმაოდ ძლიერი სხვათა შორის უყვარს სიტუაციების ხელში აღება, უდაოდ. უყვარს მართვა სცენარი, საკმაოდ კარგი მანიპულატორია. განსაკუთრებით იცის როგორ მოიქცეს ქალებთან, საპირისპირო სქისთან, ეს თუ მამაკაცი ყავთ ჩაფიქრებული, იმიტომ რომ მაგის ენერგიაში ამოდის. ძალიან ძლიერი, მმართველი პოზიცია, უყვარს ბრძანების გაცემა. უყვარს სწორად ნახეთ გადაანალიზება ნებისმიერი საკითხის, რაც არ უნდა იყოს აქ სამსახურია, პირადი ურთიერთობები თუ ასე შემდეგ. საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ კარგი მანიპულატორი, საკმაოდ კარგი ორატორი. მინდა გითხრათ. ცოტა ამაღლებული ეგოთი, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და ეს აძლევს ძალიან დიდ ძალას. კონფლიქტი, ეხლანდელი თქვენი სცენარი აქ ემოციაზე ვსაუბრობთ აუცილებლად, საკმაოდ დიდი სიმპათიებია ურთიერთობაში. გრძნობებზეც შემიძლია ვისაუბროთ ამამად, იმიტომ რომ სიყვარულის ტუზი ამოვიდა, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ საკუთარ თავთან სერიოზულ ჭიდაობაში. კონფლიქტში ნახეთ რა ვერ გაუგია, იცით, ჭირდება თუ არა საერთოდ ეს გრძნობა, ჭირდება თუ არა ეს ურთიერთობები, რამდენად კომფორტული ხართ თქვენ მისთვის. აღნიშნავს იმასაც, რომ იმპერატრიცა ხართ საკმაოდ მნიშვნელოვანი ღირებული ადამიანი მის ცხოვრებაში, ეს იმპერატრიცა ნიშნავს მამაკაცებისთვის ვიტყოდი იდეალურ პარტნიორს, ამიტომ რაღაცა გაიგივებაც, იდეალთან გაიგივებაც ხდება თქვენი, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც არ აქვს გადაწყვეტილებები მიღებული. ცოტა კუდიან ქალად აღიქვათ, მაგრამ ძალიან სექსუალური, ძალიან ნებიანი, ძალიან ლამაზი და დახვეწილი. აი ეს ფიქრებია მისი. კარგი. გრძნობა თუ გაქვს? აი ახლა იმაზე ვინც მიყურებს, რა გრძნობა გაქვს მის მიმართ? რას განიცდი გრძნობები? რას განიცდი? ავადმყოფურად დამოკიდებული თქვენზე. სტაბილურ ურთიერთობას განვიხილავთ. ის თუ თქვენი სტაბილური პარტნიორია, მაშინ ნახეთ, იცოდეთ, რომ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ თქვენი ხართ ის მეორე ნახევარი, ვისთანაც შეიძლება ოჯახის შექმნას, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს. თუ თქვენ თუ ის დაოჯახებულია, მაშინ გეტყვით, რომ თქვენ ხართ ფარული ურთიერთობები მისი ოჯახის მიღმა, იმიტომ რომ ეშმაკი მაინც ნიშნავს ფარულ ურთიერთობებს, აქ არის დამოკიდებული ენერგეტიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით სექსუალურ ურთიერთობებს აღნიშნავ, იმიტომ რომ აქ მიჯაჭვობა, ვნება უაზროდ დიდია. და თუ ის ქორწინებაშია თქვენ ხართ ფარული ურთიერთობები. თუ არ არის ის ქორწინებაში და ზუსტად იცით, მაშინ გეტყვით იმას, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომლის წარმოდგენაშიც ვისთანაც შეიძლება ოჯახის შექმნა ან დაყრდნობა, ანუ თქვენ ხართ მისი საფუძველი. კარგი. გრძნობები ვნახეთ. ეხლა ვნახოთ, საერთოდ თუ გეგმავს რამეს, აი გეგმა რა გაქვს ურთიერთობაში, რა უნდა გააკეთო, გეგმა რა გაქვს? რას გეგმავ? ძალიან ღირებული ადამიანი ხარ, ძალიან შემდგარი, მაგრამ გეგმა არ იცის ჯერჯერობით როგორ განახორციელოს. დღესდღეობით დისტანციაა, რაღაცა საკუთარი ინტერესების დალაგებას შეეცდება ეხლა, აქ არის რაღაცა პრობლემატური სცენარი, შესაძლებელია როგორც სამსახურში, ასევე ფინანსების თვალსაზრისით. აქ არის გადართული თავიდან ბოლომდე, პარალელურად გეტყვით იმას, რომ ფიზიკურადაც არ გრძნობს კარგად, აქვს საშინელი თავის ტკივილები, შესაძლებელია ხირხემლისაც. მათ შორის ფეხის კუნთები განსაკუთრებულად ხას უსმენ. აქ შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემების სცენარიც ვითარდება მასთან და ცდილობს ეხლა საკუთარ თავს მიექციოს ყურადღება. კი ბატონო, მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან არაფერი საგანგაშო, თუმცა ნახეთ, გეგმები არ იცის ჯერჯერობით, რომ გითხრათ, რომ რაიმე ოფიციალურად დაგეგმილი აქვს, არა, ჯერ წამოწოლილია, ჯერ ისვენებს, დასვენების ენერგიაში ამოდის, მას ჭირდება ეს ენერგია. კედელიც აქვს აღმართული რაღაცა გარკვეული კედელი, იმიტომ რომ თქვენ თითქოს ერთმანეთს ირეკლავთ, შესაძლებელია ნახეთ, როგორც თქვენ იქცევით, ისე შესაბამისად იქცევა ისიც. თუ თქვენ მოპყრობით თბილად წამოვა მისგანაც თბილი ნაბიჯები, რასაკვირველია, თუ თქვენ დაიწყებთ დისტანციას ურთიერთობაში, ზუსტად იგივე სცენარს გაიმეორებს. ნახეთ, ყოველშიც კი ამოხოდით ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი. შესაძლებელია ერთი ჰოროსკოპის მატარებლებიც იყოთ, ან ერთი სტიქიის მატარებლებიც. კარგი, და მაინც მინდა ვიკითხო. როგორ განვითარდება თქვენი სცენარი? როგორ განვითარდება თქვენი სცენარი?
როგორ განვითარდება თქვენი გაკვირდებათ. დაკვირვების არეალი ანახეთ, არსებობს თუ არა მესამე პირები ურთიერთობაში თქვენი მხრიდან, თუ მასთან არსებობს თუ მასთან არის ქორწინება, მაშინ გეტყვით იმას, რომ ეხლა იქ რაღაცა სცენარია ძალიან აწეწილი, ესე ვიტყოდი და იქ ცდილობს რაღაცების დალაგებას, იქით არის მიბრუნებული. ნახეთ, გეგმა რა აქვს? თავიდან დაწყება ურთიერთობის აღდგენა, რასაკვირველია, არ უნდა ურთიერთობის დასრულება, თუ ეხლა რაიმე წინააღმდეგობაში მოდიხართ მესამე პირების გამო, იცოდეთ, რომ ამ სცენარის დალაგება უნდა. იქაც უნდა რომ რაღაცა გადმოდგას, მაგრამ ისინია რომ ყველაფერი თავზე არ ჩამოემხოს, ამიტომ აი ეს ნაბიჯები რაღაცა ძალიან ბავშვურია. შორიდან უვლის ჯერჯერობით ამ სცენარს, მაინც გადმოდგავს ნაბიჯებს უდაოდ წამოვა, იმიტომ რომ ყველა ვარიანტში თქვენ ხართ ძალიან სექსუალური ქალბატონი მისთვის. რაღაც ერთი პერიოდი ციკლი დაიხურა, კარმა ხართ ერთმანეთის, თქვენ ხართ ძალიან დიდი გაკვეთილი ერთმანეთის, ძალიან დიდი განსასჯელი ერთმანეთის, სასჯელი ერთმანეთის, აი რაღაცა მძიმე სასჯელი, მაგრამ ნუ თქვენ იმისთვის ხართ ერთმანეთის დაბადებული, რომ რაღაცა გასწავლოთ ამ ურთიერთობამ. როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვისაც. კი ბატონო, ბევრი თქვენთაგან თან ორს კამზე მოღალათებას ცდილობს ვაჟბატონი, ამიტომაც აღმოჩნდით ძალიან კრიზისულ მდგომარეობაში, ძალიან მტკივნეულ ენერგიებში, ტრანზირებულ ურთიერთობებში, ტოქსიკურ ურთიერთობას ვხედავ, ამიტომაც მოხდა რაღაცა წამის მიასეთში გადაჭრა და დასრულება, რამაც თქვენთვისაც გამოიწვია საკმაოდ მძაფრი დეპრესიული ფონი, თუმცა და გაბრაზებულები ხართ ერთმანეთზე, თუმცა ის მაინც აპირებს რაღაცა თავიდან დაიწყოს ამ ურთიერთობაში. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის დასასრული, თუ კი აქ რაიმე წინააღმდეგობაში მოდიხართ ურთიერთობებში, ცოტა ხანი მიტრიალებულია, იმიტომ რომ სადაც არის მიტრიალებული, იქ ძალიან კარგად მართავენ მას, ცდილობენ მის მორჩილებას, არ გაგიკვირდეთ, ის კი ეწინააღმდეგება, მაგრამ ნუ მაინც ხდება მისი მორჩილება. ყოველ შემთხვევაში, თუ ცოტა რესურს ჩადებთ ამ ურთიერთობაში, დამერწმუნეთ, რომ გამარჯვება თქვენს მხარეს დაიწყებს ტრიალს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ამას რაღაცა გარკვეული დრო დაჭირდება მაინც. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.